პირველ რიგში რამდენად ტკივათ მას ეს და მსუსხავი ეფექტი რამდენად ექნება მათთვის ამას. ხო, არ ვიცი ახლა მორალური ტკივილი არ ექნებათ თანამდებობით ვიცი. რატომ? არ შეაწუხებთ ახლა მორალი ასე არ არის. ასე გავლა-გამოვლაზე. ახლა ფიზიკურად არ ვიცი, ალბათ შეაწუხებთ რაღაცას იგრძნობენ, იმიტომ რომ ეს მარტო ბალტიისპირეთი არ არის ახლა, როცა ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მიერ ახარ სანქცირებული, როცა სხვა ქვეყანაში, სადაც სანქცირებული ჯერ არ ახარ, იქ შედიხარ გარკვეულ პრობლემებს, შეკითხვებს, იგივე საბაჟოზე იწვევს ეს. გამოიწვევს, ხო? კი. აქ არის ახლა ქართული ოცნება ორი გრძნობით მოქმედებს, სიხარბე და შიში, ახლა რომელი უფრო გადაძლევს, ჯერჯერობით სიხარბე იმარჯვებს. ხო, მაგრამ ნუ ახლა შიში რო გაუტოლდება სიხარბეს, ორივე ერთად არ გამოდის ახლა, ხო? საერთოდ ეს ცხოველური გრძნობებია, შიში და სიხარბე. ხო, ჯერჯერობით სიხარბე გამარჯვებულია მათში. აი შიშმა უნდა გადაძლიოს რა, რომ აი თლად კარგად ჩვენ საქმე ვერ მედგეს. რა შემთხვევაში გადაძლევს გუბაზე შიში? უფრო ინტენსიური. თუ გაფართოვდება ეს სანქციები? უნდა გაფართოვდეს. თუ არ იქნება მხოლოდ დაუშვათ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და რამდენად მოსალოდნელია რომ გაფართოვდეს თქვენი აზრით? მაგალითად ძალიან სერიოზული იქნება ბრიტანული სანქციები. რომელიც არის დაანონსებული ამაზე? დაანონსებულია, მაგრამ ჯერ მიღებული არ არის და ახლა ეს შეშფოთება აღშფოთების პოზიციებიდან უნდა გადავიდნენ რაღაც ქმედებებზე, იმიტომ რომ ვითარება იცვლება და რაღაც ისრაფეს დროულ რეაგირებას მოითხოვს ხო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მიჩვევა იცი სამანაც რა, ამ სანქციებმაც მიჩვევა იცი. ესენი ეჩვევიან ყველაფერს ხო, კოცები. ამიტომ უნდა იყოს უფრო ისეთი, რა ქვია, ინტენსიური, უფრო აგრესიულიც ალბათ რა. მათი გადასაწყვეტია ხო, ახლა დაწყებული არის უკვე სანქციები, რაღაცა ტალღისებური არის, ხან მოდის, ხან არ მოდის, ხან სხვა რაღაცებზე გადადის ხო, მაგრამ ნუ ახლა რა თქმა უნდა ეს წრე იკვრება გარშემო ამ ადამიანების. მაგრამ ისევ ვიმეორებ, ჯერჯერობით სიხარბე სჭარბობს მათში და არა შიში. ჯერ არ ეშინიათ ისე რა. კი. გუბას, აი თქვენ თქვით რომ ხან მოდის, ხან არ მოდის და რაღაცეები ხანდახან ფარავს ამ თემებსო და იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი ამბები ხდება სოფლიოში უკრაინის თავს განსაკუთრებით აი ამ მოვალური კაბინეტის სკანდალის შემდეგ ნახეთ რა გაგრძელება ჰქონდა ბრიტანეთში შეხვედრები, იქ მიღებული გადაწყვეტილებები ეს ყველაფერი საქართველოსთან მიმართებაში რა გავლენას ახდენს? ყველა ვარიანტში ახდენს. და რა გავლენას ახდენს? სადაც ბოროტი შეგვემთხვის, იქ სიკეთე მოგველის. ასე იწერა ერთხელ თეიმურაზ მეორემ ერეკლეს თავის შვილს. ახალგაზრდა იყო ერეკლე მაშინ თეიმურაზი შაჰის ტყვეობაში იყო და ესეთი რამე მისწერა ხო ყოველ რაღაცა ცუდს რაღაცა კარგი მოძდევს ახლა რაღაცა მე ჩემთვის გასაკვირი არ იყო იმიტომ რომ მე თვეები კი არ წლებია ვიძახი რომ ცვლილებები მოდის ძალიან სერიოზული იმიტომ რომ იმ სახით ამაზე ბევრჯერ გვისმენთ კი ძალიან ბევრჯერ იმ სახით რა სახითაც იყო მსოფლიო წესრიგი ანუ მეორე მსოფლიოს შემდგომი 20-ისეული სამყარო დამთავრდა, დასრულდა. მე როცა ტრამპის ადმინისტრაცია მოდიოდა, მე ვამბობდი კიდევაც ამას და თქვენთანაც სხვა ტელევიზიებშიც, რომ ეს ადამიანი დაარტყამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იმიტომ რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ანაქრონიზმად იქცა უკვე. უმოქმედო გახდა, ზოგი პარაზიტად გადაიქცა საერთოდ. ის ვითარება რაც მივიღეთ ჩვენ მარტო უკრაინის ომი ხო არ არის ეს ახლა რა თქმა უნდა ცენტრალური მოვლენა არის რომ კონტინენტზე დიდი სახმელეთო ომი მიდის ხო მაგრამ გარდა უკრაინის არის ახლო აღმოსავლეთი პრობლემები არ წყდება პრობლემები როცა არ წყდება და არ გვარდება და გაყინვა ხდება მე ის უფრო დიდი ძალისხმევით იჩენს თავს ეს საერთაშორისო ორგანიზაციები რაც არის ხო გადასული იყვნენ რაღაცა გაურკვეველ გადაწყვეტილებებზე მიიღებდნენ, კენჭსუყრიდნენ, შეშფოთებოდნენ, აღშფოთებოდნენ ასე შემდეგ. მე ისიც ავთქვი რომ ტრამპის არჩევნებით კარგი პოლიციელი წავიდა და მოვიდა ცუდი პოლიციელი. ხო? ცუდი პოლიციელის ყველა ატრიბუტით, ხო?
მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები აქვთ იმ ამერიკელებს ახლა კი, საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს თავად ტრამპსაც